მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას იმ თბილის სიტყვებისთვის, რაც ჩემთვის გაიმედეთ, ჩემო ძვირფასებო. მოდი ახლა დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და გავარკვიოთ. იანვარი როგორი იქნება თქვენთვის? რა სიახლეების მომტანი იქნება იანვარი? და დავიწყებთ თქვენი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. ელოდებით სიახლეებს. ელოდებით მეგობრებო, როგორ ელოდებით ოჯახის შექმნას, როგორ გინდათ ოჯახში დააბალანსოთ ყველაფერი, რომ იყვეთ კომფორტში, რომ გქონდეთ სიმშვიდე, რომ გქონდეთ ყველაფერი დაბალანსებული და თქვენ ამ ყველაფერს ძალიან ელოდებით. ელოდებით ოხრავქნა, ელოდებით მამაკაცს, რომელიც არის ჯილტი, აი ესეთ ენერგიებში ხართ. კიდევ და გინდათ რომ დაისვენოთ ამ მამაკაცთან ერთად. ამ მამაკაცისგან დანაკარგებში ხართ მეგობრებო, თუმცა სტაბილურად იმყოფება იქ, სადაც არის და თქვენ ეს ადამიანი გიყვართ. გიყვართ. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ მეგობრებო? თუმცა განადგურებულები ხართ, აი თქვენი კარტი. ძალიან ნერვიულობთ. თქვენ იმყოფებით ტრანსფორმაციაში. აი მეგობრებო, ესეთი ადამიანები იმყოფებით ტრანსფორმაციაში. რა ვთქვა, აღარ ვიცი. აი პასუხისმგებლიანები, აი გულიანები რო იტყვიან, ადამიანი, რომელსაც პროგრესზე წასვლა შეუძლია, ადამიანს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ազდის ხელიდან, აი აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია, როგორც მას უნდა ისე. და ესეთი ადამიანები იმყოფებით, ჩემო ძვირფასებო, ტრანსფორმაციაში. თუ კი ეხლა რაღაც ვერ მიდის ისე, როგორც თქვენ გინდათ და გინდოდათ, იცოდით, რომ იმყოფებით ტრანსფორმაციაში. კი ბატონო. აი ესეთია თქვენი მოკლე დახასიათება, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არ ინერვიულოთ ეს სიტუაცია. ტრანსფორმაცია ნიშნავს იმას, რომ ძველის დასასრული, ძველი უნდა წავიდეს ყველაფერი. თუ კი დაინგრათ ოჯახი, თუ კი დაინგრა ურთიერთობა, თუ კი დაინგრა ყველაფერი და აღარაა ისე, როგორც იყო, არა უშავს, უკეთესობისკენ მიდიხართ. აი თქვენი კარტი. აი მეგობრებო. რა იქნება იანვარში და ფინანსური მატება? კიდევ რა იქნება იანვარში? ბატონო. ბატონო. ეს ადამიანი მეგობრებო, ვიღაც ადამიანი, აი არ ვიცი ვინ არის, ალბათ იცით, ვერ გეტყვით ახლა ახალია თუ ძველია, მაგრამ რა იქნება იანვარში? რას მოგიტანთ იანვარი? მოგიტანთ ფინანსებს და მოგიყვანთ ამ ადამიანს, რომელთანაც იქნებით სტაბილური. მანდილოსნებო, თუ კი თქვენ არ იმყოფებით, თუ იმყოფებით, არ ვიცი რა დავარქვა, როგორც გინდა ისე მიღეთ, თქვენთან გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც იქნებით სტაბილურად. რადგან ხართ ნაწილობრივ დანაკარგებში, ამიტომ სამყარო მოგივლენთ ადამიანს, რომელიც გაგზნობინებს თავს სტაბილურობით. ბედი მეგობრებო, თქვენი ბედი მოვა იანვარში. ბატონო. ძალიანაც კარგი. კიდევ რა მოხდება იანვარში? აი რას მოგიტანთ იანვარი? გამშვიდდებით, სიმშვიდეს მოგიტანთ, ბალანს მოგიტანთ, სამართლიანობას მოიტანს მეგობრებო. აი თქვენ უფალს თხოვდით ამ ყველაფერს. აი რაც მე ვთქვი ახლა, თქვენ ამას უფალს თხოვდით და ბატონო, თქვენი სურვილით შესრულებული იქნება. სტაბილურად იქნებით. თუმცა ეს ყველაფერი გაურკვევლად მოგეჩვენებათ. ეს ადამიანიც გაურკვევლად მოგეჩვენებათ მეგობრებო. მოდი უნდა ვკითხო კარტს ახლა, ძველია თუ ახალია ეს ადამიანი და ქვემოდან ნახეთ რა კარტია. ძველია თუ ახალია ეს ადამიანი? ძველი მეგობრებო. თუ გინდოდათ ძველი პარტნიორის დაბრუნება, ბატონო. პაჟი, ხმლების პაჟი. თუმცა მოვა რაღაც პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ხმლებით. მოვა მოლაპარაკებებით, მოვა გულკეთილობით, მოვა თავაზიანობით. კი, ეს თქვენი წარსულის პარტნიორი მეგობრებო. მოვა სამუშაოდ ურთიერთობისთვის. კიდევ ღამეები არ ძინავს. კიდევ რა იქნება? უცებ მოვა მეგობრებო, თქვენც არ ელოდებით ისეთ დროს მოვა გამარჯვებით. ბატონო. მოვა სამართლიანობით და მოვა მიღწევებით.
დაპაუზებული თუ იყო აქამდე, აბატონო, მოდის სიახლებით, იმიტომ რომ თქვენსკენ იხედება, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიიღო თქვენსკენ. აბატონო, მოდის პასუხისმგებლობის ასაღებად, შორიგზიდან მოდის მეგობრებო. თქვენგან წავიდა და მოდის. თქვენთან მოდის მეგობრებო. კიდევ რას მოგიტანთ იანვარი? რა იქნება ამ ადამიანის მოსვლის მერე? ამ ადამიანიდან მიიღებთ წერილს მის მოსვლასთან დაკავშირებით. მიიღებთ წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ ცუდად არის, გეტყვით, რომ ცუდად ვარო. გეტყვით, რომ მომატყუესო, მოგვატყუესო. შენი ბედი ვარო, ერთმანეთის ბედი ვარო, გეტყვით მეგობრებო. აბატონო, რა ვქნა მეგობრებო? და გადაწყვიტავს, რომ თქვენი ურთიერთობისთვის იბრძოლოს და თითქოს სიახლები დაიწყოს. მაგრამ მანიპულაციებით მეგობრებო. მოვა მოლაპარაკებებით, მაგრამ ცოტა კამათითაც მოვა. კიდევ აქით დაგდებს ბრალს. აი რა ვქნა მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ რასაც ვხედავ, იმას ვსაუბრობ. კიდევ რას მოგიტანთ იანვარი? თუ კი დაკეტილი გქონდათ ფინანსები, მეგობრებო, ამდენი ბრძოლის შემდეგ გამოხვალთ ამ ჩაკეტილი მდგომარეობიდან, აი ამ ხმლებით, თქვენივე ბრძოლით. თქვენ იბრძოლებთ ყველაფერზე. თქვენ ინერვიულებთ ყველაფერზე, თქვენ იწვალებთ ყველაფერზე, თქვენ იდარდებთ და აბატონო მოვათ ცვლილებები მერე. თქვენი ბრძოლის შედეგად მოვათ ცვლილებები, ჩემო ძვირფასებო. თქვენი ბრძოლის შედეგად, აბატონო, კი ბატონო. ისევ თქვენი ბრძოლის შემდეგ, თქვენი ბრძოლით მოვა თქვენი ფინანსებიც. კიდევ რა იქნება იანვარში? აბატონო, მოდის, უშველეთ ვინც ხამ, წასული ადამიანი მოდის. მეგობრებო, ურთიერთობაზე სამუშაოდ. აი თქვენ ხართ ძალიან პრაქტიკული ადამიანები და ეს ადამიანიც იმყოფება ტრანსფორმაციაში. თქვენთვის ჩაფიქრებული კი არა და აი ეს თქვენი ადამიანი, პარტნიორი წარსულის, ვინც უკვე თქვენ დაკარგული ეგებდა გეგონათ, აბატონო, ტრანსფორმაციაში ბრძანდებოდა, ამიტომ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. აბატონო. მოვა ისევ ფარულობით. მოვა ფიქრობს როგორ მოვიდეს ფარულობით. აი და როგორ აისრულოს თავისი სურვილები მეგობრებო. რა ვქნა, უყვარ ხართ. თქვენ ხართ მისი იმპერატრიცა, თქვენ ხართ მისი იმპერატორი, თქვენ ხართ მისი სასურველი ადამიანი და თქვენთან მოჯაჭულია. სულ გითვალთვალებთ, პაჟი, კვერთხების პაჟი მეგობრებო. ეს ადამიანი ბევრ თქვენთაგანთან ასაკით პატარაა. თქვენში არის ასაკობრივი სხვაობა. ან ბავშვებით იქცევა და მოვა შემოთავაზებებით, მოვა დახმარებებით, მოვა საჩუქრებით, მოვა ფინანსებით, კი, რომ ამ რთული სიტუაციიდან, ამ გულგატეხილობიდან, ამ ტყუილებიდან მიხვიდეთ, აი ნახეთ, ოჯახამდე. ბალანსის შესანარჩუნებლად მოვა, ოცნებების ასახდენად მოვა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი საოცნებო ქალი, რომელსაც არავის არ დაუთმობს. აბატონო, ზომიერება ვიტყვი და გათავდაო ამბობს. სულელივით მოვა მეგობრებო, მოვა სულელივით. მოდი ვკითხოთ კარს. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში? აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, აი რა რჩევას მოგცემთ კარტი და სამყარო. დაკავდით თქვენი საქმიანობით, დაკავდით თქვენი ფინანსებით, არავის არაფერი არ მიცეთ, არავის არაფერი არ აჩუქოთ, რო იტყვიან ფინანსები, თქვენ საკუთარ თავს მოახმარეთ, ყველა ასე მოიშორეთ, ვინც კი ცუდად მოვა თქვენამდე. რჩევა, იყავით სიყვარულით გამჭვალული და თქვენ ამ ყველაფრით გაიმარჯვებთ. აბატონო, ეს არის კოშკი ძველის დასასრული და ახალის დასაწყისი. დაიწყეთ ახალი ცხოვრება, გააგრძელეთ ცხოვრება. აბატონო, წასვლა თუ გინდათ წადით და მეგობრებო, მოვა თქვენი პარტნიორი თქვენთან. რა ვქნა, აბატონო, მოვა პასუხისმგებლობით. მე ვეკითხები ერთს და კარტი პასუხობს მეორებს. გამოხვალთ თქვენ ამ სიძლიერი რთული პერიოდიდან აუცილებლად გამოხვალთ. გამოგიყვანთ ეს თქვენი პარტნიორი ამ სირთულეებიდან მეგობრებო. აბატონო, თქვენი ოცნებები ახდება. ამდენი უძილობა, ამდენი კორუფცია რო იტყვიან, ამდენი საშინელებები დამთავრდება მეგობრებო და შედიხართ სტაბილურობაში. აქამდე თუ კი მეგობრებო მანიპულაციობდა თქვენი პარტნიორი, ეხლა იმანიპულაციეთ თქვენ.
ასე გააგრძელეთ და წარმატება გექნებათ აუცილებლად. აიღეთ მისგან მაგალითი და ისევე მოიქეცით, როგორც თვითონ იქცეოდა. გაიხედეთ კიდევ შორი ნაპირებისკენ. მე კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში.